დოება ქალისა და მამაკაცისთვის შესაფერისად მიიჩნევს. რა საფრთხეს შეიცავს ეს განმარტება? მამაოს ბრძანებდა, რომ აქ საუბარი არის სტერეოტიპებს ეძახიან ისინი ქალის და მამაკაცის არსს და ამისი რევიზია ხდება. პირდაპირ სიტყვა გენდერი არის შექმნილი იმისთვის, რომ სქესის ტრადიციული გაგება ჩანაცვლეს, იმიტომ რომ სიტყვა სქესი იმდენად ძლიერია და გამსაზღვრელია, ეს უკვე ეხამუშებათ ახალი სოფლიოს წესრიგის არქიტექტორებს და ამისთვის არის მოფიქრებული სიტყვა გენდერი, რომელიც პირველად აქამდე ვიცოდით, რომ იხმარებოდა ინგლისურში გრამატიკული სქესის აღნიშნულად, თუმცა იყო ასეთი მე ვიტყოდი მოძალადე ეგრეთ წოდებული ექიმი ჯონ ვილიამ მონე, რომელმაც პირველად იხმარა ეს სიტყვა როგორც რაღაცა სქესის აღნიშნული ტრანსგენდერების აღნიშნულზე ეგრეთ წოდებული ტრანსგენდერების დღეს რო ეძახიან და ეს ადამიანი იყო ცნობილი იმით რომ მან ტყუპები იყვნენ ბავშვები რომელიც ერთ მოყვნენ ავარიაში ერთ-ერთს დაუზიანდა ესე ვთქვათ ორგანოები და თქვა რომ მოდით ახლა ეს ბავშვი გავზარდოთ ბიჭი გოგოთ და აი ეს იყო პირველი გენდერული ექსპერიმენტი და ეს ამ ბავშვს დაატარებდა, ამ ბავშვის кейსში ბავშვს არ დაატარებდა, ამ ბავშვის кейსს დაატარებდა მთელ სოფლიოში და მთელ სოფლიოს აჩვენებდა, რომ აი როგორი წარმატებული ექსპერიმენტი მიიღო. თუმცა შემდეგ მოხდა ის, რომ ამ ბავშვმა ის რომ არც იცოდა, თავის თავში ისევ გააღვივა ბიჭი და მიხვდა, რომ ბიჭი იყო იგრძნო შინაგანად და ყოველ შემთხვევაში ისეთი ტრაგიკული ცხოვრებით განვითარდა, ბოლოს ამ ბავშვმა მოიკლა თავი. აი ესე დაიწყო გენდერის სიტყვის, გენდერის და აი ამ ცნების შემოტანა თანამედროვე მეცნიერებებში. და ეხლა თქვენ რასაც ბრძანებთ აი ეს გენდერული, ზუსტად დიახ, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ტრადიციული გაგება სქესის დედაკაცობა და მამაკაცობა, ეს არის რაღაცა ჩამორჩენილობა, ეს თუ რაღაცა ბიოლოგიური აღნიშნულია უბრალოდ ადამიანის და სინამდვილეში ჩვენ თვითონ ავირჩიოთ საერთოდ არა ის რომელიც სქესები გვინდა, საერთოდ ავირჩიოთ ვინ გვინდა ვიყო და ეს სქესები რომ ვიღაცა დედა არის, ვიღაც მამა არის, ვიღაც და აი ეს გაგება თურმე არის ჩამორჩენილობა და მეტი ძალადობა და თავსმოხვევა ადამიანის თავისუფალ ნებაზე. აი ეს ზდიან სოფლიოში ბავშვებს. ანუ ეს თეორია ამბობს, რომ გენდერი ეს არის არა ბიოლოგიური სქესის აღნიშნელი, არამედ არჩევითი სქესი. ქცევის აღნიშნელი. ანუ შეიძლება იყოს მამაკაცი, რომელიც ამბობს, რომ მე ვარ ქალი და მაშინ ეს იქნება გენდერით ქალი, აი ესეთი. და მეტიც არის, საერთოდ ესენი ბიოლოგიურ სქესსაც უკვე აღარ ამბობენ, რომ ბიოლოგიურ სქესსაც 5 რაღაც ვარიაციას შლიან, ერთი არის თურმე ჰორმონების რაოდენობა, მეორე არის გენიტალიები, მესამე არის დნმ და აი თითქოს ხდება სრულიად ადამიანის თვითონ ინდივიდუალიზმის ეპოქაში ვარ და ადამიანი რაღაც ჰუმანიზმი და ღმერთის ადგილას დავაყენეთ, მაგრამ ეხლა ხდება ამ ადამიანის დაშლა და დანაწევრება. და რატო ხდება ეს ეხლა ხო ყველაზე მთავარი კითხვა არის რა. ჩვენ ვიცით რომ ოჯახი და წმინდა ოჯახი მით უმეტეს არის სახელმწიფოს ერის მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი და გარანტი. და ყველა ეპოქაში, ყველა დამპყრობელი ცდილობდა რომ თავისი მეტოქეში დაენგრია ის ზნეობრივი ესე იგი ცნებები და ოჯახი. აი თუნდაც ისრაელის ისტორია ხო ტრები მათ მეძავებს გზავნიდნენ რომ მათ მამაკაცებს ემრუშა და დანგრეული იყო მათი სიწმინდე და ღმერთისგან წყალობა არ ქონდათ და თუნდაც უახალი რო გავიხსენოთ იგივე ჰიტლერი გზავნიდა სანამ ქვეყნებს დაიპყრობდა პორნოგრაფიულ ლიტერატურას გზავნიდა პოლონეთში მაშინ რომ ამითი მოეხდინა დემორალიზება ანუ ოჯახური ღირებულებების სიწმინს რომ ადამიანს ჰქონდა თავგანწირო რაღაცისთვის იომოს ხო თავის ოჯახისთვის თავის მეუღლესთვის თავის შვილებისთვის და თუ ამ ყველაფერს წაშლი ადამიანს არაფრთვის აღარ აქვს საბრძოლი და ეხლა საერთოდ იქამდე მივედით რომ არა თუ რაღაცა გარყვნილებაში გაგდებს ეს რაღაც სოფლიო მმართველი ძალები ცდილობენ რომ საერთოდ ადამიანებში წაშალონ ყველანაირი აღქმა იდენტიფიცირება არ ქონდეს ადამიანის ისტორიის მიმართ, თავისი ეროვნების მიმართ, სარწმუნოების მიმართ და ბოლოს ოჯახის მიმართ და ბოლოს საერთოდ სქესის მიმართ. ადამიანმა საერთოდ აღარ იცის ვინ არის. გონია რომ თვითონ არის შექმნილი იმისთვის რომ მიიღოს ნარკოტიკი, რაღაცა დაკავდეს გაურკვეველი სექსუალური კავშირი და აი ამ რაღაცა სიამოვნების, ბჭყალებში სიამოვნების მიღებაშია მაგის არსი და აზრი მისი ცხოვრების და ნუ ჩვენ აი ამას ვხედავთ და ჩვენ აი ამ კონვენციებს ხედავთ რომ ეს არის პირდაპირ შტურმი ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ერის წინააღმდეგ. ჩვენ გვეუბნებიოთ თქვენ ხართ მომაკვდავი ერი. და ამ დროს აკეთებენ ყველაფერს რომ ქალები და მამაკაცები ერთმანეთს დაუპირისპირონ. ჩვენ ხედავთ რომ აი ეს გენდერული გადაფასება ეგრეთ წოდებული თელ სოფლიოში ხო ეს არის. ოჯახი აღარ არსებობს ფაქტობრივად ევროპაში.
იგივე საქართველოში ხო თითქმის ყველა ოჯახი, აი ქორწილში პირადად მე რომ მივდივარ, აღარ ვიცი, თან მიხარია თან წვეს, თითქმის ყველა ოჯახი ინგრევა. რატო? იმიტომ რომ გეუნებიან შე რომ როგორც აქამდე ქონდა ოჯახი, რომ მამას თავისი ფუნქცია ქონდა, დედას თავისი ფუნქცია ქონდა, ქმარს თავისი, ცოლს თავისი, შვილს თავისი, ეს უნდა მოვატრიალოთ ჩვენ. აი შვილებმა კი არ უნდა შობლებს პატივი. შობლებმა უნდა იერონ შვილების ჭკუას, ეს კოდექსის არ იყოს, ხო? ისე რევენ ყველაფერს, ფაქტობრივად შეუძლებელია ოჯახის ქონა ამ მენტალიტეტით. ის ჰარმონია რაც არის იერარქიაში, მაგრამ ეს იერარქია იმას გენიშნავს, რომ ქმარი ცოლის ის არის, მონა არ პირიქით, ქმარი თავს უნდა დებდეს თავის ცოლისთვის და პირველად ქმარი უნდა ასწრებდეს, ხო, ყველაფერს სახურებას, თავგანწირვას. აი ეს იერარქია, ეს სიყვარული, ჰარმონია რაც არის ღვთაებრივი, ამის წინააღმდეგ იბრძვიან. რატო? იმიტომ რომ დაშალონ ოჯახები, დაშალონ ამითი საზოგადოებები, ერები, სახელმწიფოები და მოხდეს მარტივად მთელი სოფლიოს დამორჩილება. იმიტომ რომ აღარ იქნება ის ღერძი, რის გარშემოთ შეიძლება ადამიანი ორიენტირებას და წინააღმდეგობის გაწევას. აი ეს კანონი არის იმისთვის, რომ ერს დაუკარგონ წინააღმდეგობის გაწევის უნარი აი სოფლიო პროექტების მიმართ. აი ესე უყურებ, ახლა მოკლედ თქვი ეს დიდი თემა, როგორ შეიძლება. კი.